მადლობა ჩვენს უფალს. თუ გაქვთ სახარება, ახალი აქმის წიგნი, შეგიძლიათ გადაშალოთ მოწყვილ პავლეს წერილი, რომელთა მიმართ. მეათე მოხლე, კითხულობ. უფრო სწორად. მოწყვილ პავლეს წერილი მეორე კორინთელთა მიმართ, მეათე თავის მესამე მუხლიდან წავიკითხოთ, მოდი დასაწყისივე. მეორე კორინთელთა მიმართ, მეათე თავი, მესამე მუხლიდან წავიკითხოთ დასაწყისში. აქ მოწყვილ პავლე ასეთ სიტყვებს გადმოგვცემს. ვინაიდან თუმცა ხორცში დავდივართ, ხორცილად არ ვიბრძვით. ვინაიდან ჩვენი საბრძოლო იარაღი ხორციელი არ არის, არამედ არის ღვთიური ძლიერება სიმაგრეთა დასანგრევად. იმით ვამხობთ ძახვებს და ყოველ სიმაღლეს, რომელიც აღმართულია ღვთის სოდის წინააღმდეგ. და ვატყუებთ ყოველგვარ აზრს ქრისტესთვის დასამორჩილებად. აი ეს ადგილი, რომელიც დღეს ავიღეთ ხადაგების წინ და საიდანაც ჩვენ გვექნება საუბარი. საუბარი, რომელიც დაკავშირებული არის ბრძოლასთან. მოწყვილ პავლე როცა ამბობს, რომ თუმცა ხორცში დავდივართ, ანუ ის გულისხმობს ამ მიწაზე ცხოვრებას, ამახვილებს ყურადღებას ბრძოლაზე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ცხოვრობთ ამ მიწაზე, ეს ჩვენი ბრძოლები, რომელიც ადამიანს ხვდება ცხოვრების სხვადასხვა სფეროებში, ეს ბრძოლები სხვადასხვანაირი იყოს, ერთ ადამიანს შეიძლება სხვა პრობლემის წინაშე აღმოჩნდეს, მეორე ადამიანი შეიძლება სხვა პრობლემის წინაშე აღმოჩნდეს. ეს პრობლემების და ეს პრობლემების უკან მდგარი ის სულიერი სფეროს ბრძოლები, რა თქმა უნდა, განსხვავდება ერთმანეთისაგან, მაგრამ აქ ამახვილებს ყურადღებას, რომ ჩვენ ქრისტიანები ვიმყოფებით საომარ მდგომარეობაში. ანუ იყენებს აი ამ ტერმინს ბრძოლას, რაც მიგონიშნებს საომარ მდგომარეობაში. და ყოველდღურად ჩვენ გვიწევს იშვილებს ბრძოლა აი ამ საომარ მდგომარეობაში უხილავ მტერთან. ამ მიწაზე, როდესაც ხორცში დავდივართ და თუ ხორციელი ბრძოლა არის, ხედავ მოწინააღმდეგეს და ხედავ ვინ გეწინააღმდეგება, მაგრამ როცა ლაპარაკია სულიერ ბრძოლაზე, შენ იცი რომ ყავს მტერი, მაგრამ მას შენ ვერ ხედავ. უხილავ მტერთან გაქვს ბრძოლა. და ყველა დროში ეს მტერი იყენებს მორწმუნეების წინააღმდეგ სხვადასხვა იარაღს. ყველმა ჩვენთაგანმა ვიცით რა ხდება დღეს, ხო? მსოფლიოში, სხვადასხვა ქვეყანაში ომებია, არეულობა, ქაოსია და ასე შემდეგ. და ბოროტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ის არის, რომ როგორმე მიაყენოს კაცობრიობას, მიაყენოს ეკლესიას, მიაყენოს მორწმუნეებს ტკივილი და ზიანი და რაც უფრო მეც მოიპარავს ბოროტი, რაც უფრო ბევრს მოკლავს, მოსპობს
მისი მიზანი არის ეს, მას ეს უხარია, ეს მისი მიზანია. მისი მიზანი არის, რომ თესოს ღვარძლი ადამიანის ცხოვრებაში. ხოლო ყოველივე ამას რომ წინ აღუდგეთ, ჩვენი ხორციელი ძალებით შეუძლებელია გაუმკლავდეთ. ამიტომაც მოწყვლი პავლე ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ცხოვრობთ აქ მიწაზე ხორცში, ჩვენი ბრძოლა არ არისო ხორციელად და თუ ჩვენ ვართ ეს სულიერ სფეროში, აი ამ საომარ მდგომარეობაში, მაშინ ჩვენ გვჭირდება ძალა, რომ ყოველივე ამას წინ აღუდგეთ. გაუძლოთ და გავაგრძელოთ ქრისტიანული ფასეულობებით ცხოვრება. ვიცი თუ არა თითოეულმა ჩვენთაგანმა, რომ იყო ქრისტიანი, ეს ნიშნავს იყო მუდმივად ჩართული აი ამ ბრძოლაში. ჩვენ ვკითხულობთ ეფესელთა მე-6 თავის მე-12 მუხლს, რომ ჩვენი ბრძოლა არ არის სისხლის და ხორცის წინააღმდეგ. აი აქაც როგორც კორინთელებს ეუბნება ბრძოლის შესახებ, აი ეფესოს ეკლესიასაც მე-6 თავში ეუბნება და ახსენებს, რომ ჩვენი ბრძოლა არ არის სისხლისა და ხორცის წინააღმდეგო, არამედ ჩვენი ბრძოლა არისო სულიერიო. და ამიტომაც აქ მოციქული პავლე კორინთელთა მიმართ, მეორე კორინთელთა მიმართ, ან კორინთელში მყოფ ქრისტიანებს ეუბნება, თუმცა ხორციელად დავდივოთ, მაგრამ ჩვენ ქრისტიანები ხორციელად არ ვიბრძვით. რადგან ჩვენი საბრძოლო იარაღი ხორციელი არ არის. რადგან ჩვენი საბრძოლო იარაღი ეს არის ღვთიური ძალა სიმაგრეთა დასანგრევათო. ჩვენ როგორც კი წავიკითხეთ, ამბობს აქ მოციქული პავლე, ვარღვევთ ყოველ მედიდურობას, რომელიც აღმართულია ღმერთის შეცნობის წინააღმდეგ და ვატყუებთ ყოველგვარ აზრს, რათა ქრისტეს დაუმორჩილდესო. აი ამიტომაც მოგვიწოდებს მოციქული პავლე, რადგანაც ჩვენ ვართ ჩართული სულიერ ბრძოლაში და სულიერ ბრძოლიდან გამომდინარე საომარ მდგომარეობაში, რომ აღვიჭრვოთ ღვთის სული საჭურვით, რათა შევძლოთ წინააღმდეგობა ბორო დღეს და ყოვლის მძლეველებმაო გაძლოთ. ამის შესახებ მოციქული პავლე ლაპარაკობს უკვე ეფესელთა მიმართ წერილში, სადაც ის ჩამონათვალს აკეთებს, თუ რა სულიერი იარაღებით უნდა აღვიჭრვოთ. მაგალითად ეფესელთა მე-6 თავის მე-14 მუხლში ამბობს, იდექით ჭეშმარიტებით წელში მოტყმულნი და სიმართლის ჯავშნით შემოსილებიო. შემდგომ ფეხშემოსილნი მშვიდობის ხარების მზადყოფნითო და ყველაფერ ამასთან ერთად აიღეთ წმენის ფარი, რომლითაც შეძლებთ ბოროტის გავარვებული ისრების ჩაქრობასო. მიახსენეთ ყურადღება, თურმე ბოროტი, რომელიც ჩვენი მტერი არის და ცხოვრებაში სურს, რომ ცუდი რაღაცები გააკეთოს, მას აქვს გავარვებული ისრები. ანუ ცეცხლოვანი ისრები, რომელსაც ის სროილობს ჩვენს წინააღმდეგ სხვადასხვა სფეროში, რათა ჩვენ ცხოვრებას, ჩვენს ოჯახებს, ჩვენს ურთიერთობებს, თუნდაც ოჯახის წევრებს შორის, თუნდაც ეკლესიაში მორწმუნეებს შორის, რომ როგორმე ტკივილი მოგვაყენოს. მაგრამ გვაქვს ჩვენ ღვთისაგან მოცემული იარაღი, რომლითაც არის შესაძლებელი, რომ ეს გავარვარებული ბოროტის მიერ გამოსრული ისრები ჩავაკლოთ, ანუ წინ აღუდგეთ და არ დავიჭრათ. ტკივილი არ მოგვაყენოს. და ამას მოციქული ამბობს, პავლე ამბობს, რომ ეს არის რწმენის ფარი, რომელთაც შეძლებთ ბოროტის გავარვებული ისრების ჩაქრობას. რწმენის ფარი.
ხოლო რწმენის ფარი რომ გქონდეს თითოეულ ჩვენთანაც, რა არის საჭირო ამისათვის? რას გვასწავლის საღვთო წერილი? როგორ მოდის რწმენა ჩვენს გულში, ჩვენს ცხოვრებაში? დაწერილია რომ რწმენა მოდის მოსმენისაგან, მოსმენა კი ღვთის სიტყვისაგან. ეს ჩვენ რწმენა დაკავშირებულია ღვთის სიტყვასთან. როგორ გავიგოთ ეს? როდესაც ბოროტი გამოისვრის ისარს, რომელთაც შეიძლება მე რაღაცა ისეთი სიტუაცია შემიქმნას, რომ მე დამჭრას და აი მაგალითად ისარი წყენისა, მე რა უნდა დაუხვედრო მას? ღმერთის სიტყვა რას მეუბნება? რას მასწავლის? ღმერთის სიტყვა მასწავლის, რომ მე უნდა ვაპატიო, მე უნდა მიყვარდეს, მე უნდა გავანთავისუფლო, როცა მე არ ვპატიო, მე ჩემს მოყვას და ჩემს ძმას და დას არ ვანთავისუფლებ. ამიტომაც ამბობს მოციქული პავლე, რომ რწმენის ფარი დაუხვედრე. წინააღმდეგი. როდესაც მაცხოვარი უფალი იესო ქრისტე იმყოფებოდა უდაბნოში და მასაც შეხვდა წინააღმდეგობები და ბოროტი სხვადასხვა სფეროებში ცდიდა, იესო იყო აღჭურვილი ამ რწმენის ფარით. როდესაც ის ეუბნებოდა მოწინააღმდეგეს ბოროტს, რომ დაწერილია, რაზე მიუთითებდა? ღვთის სიტყვაზე მიუთითებდა. ამიტომაც ჩვენს ცხოვრებაში, როდესაც ჩვენ ავიღებთ რწმენის ფარს, ანუ ღმერთის სიტყვას დაუხვედრებთ იმ გარემოებას, რომელ სიტუაციაში ჩვენ აღმოჩნდებით. მე უბრალოდ ერთი გარემოება დავაკავშირე, უბრალოდ წყენა და პატიებაზე, ეს ნებისმიერ სფეროში შეიძლება. ჩვენ მოვიპოვებთ გამარჯვებას, ჩვენ გავძლებთ, ჩვენ დავდგებით. იმიტომ ღმერთის სიტყვა იქნება ჩვენში. აიღეთ ხსნის მუზარადე და აიღეთ სულის მახვილი, რომელიც არის ღმერთის სიტყვაო. მიაქცეთ თუ არა ყურადღება ამ სიტყვებს, რომელსაც პავლე მოციქული იყენებს ჩვენ საბრძოლო იარაღებისათვის, რომ ეს ღვთიური ძალაო. აი რაც მე ჩამოვთვალე ეს, პავლე ამახვილებს ყოველთვის, ეს ყოველივე ღვთის ძალა არის. და აი ამ ძალას ვერავინ შეედრება. ეს ბრძოლა, ესე იგი, იმდენად მნიშვნელოვანი არის, იმდენად დიდია, ღმერთმა იცის, რომ ჩვენი ძალებით ვერ აღუდგებით წინ, ღმერთი ჩვენ თავაზობს თავის ძალას. ეს კარგად დაინახა მოციქულმა პავლემ, როცა აღმოაჩინა თავის სხეულში უძლურება, რომელიც დასაწყისში უნდა წამეკითხა, მაგრამ შემდგომ შევცვალ და მე მეორე კორინთელთა წერილიდან დავიწყე დასაწყისში. აი რომ მეორე კორინთელთა მოციქული პავლე რომაელთა წერილებში მე-7 თავის 24 მუხში ამბობს აი ამ უძლურებაზე, რომ უბადლუგი და უძლური ადამიანი ვარო, მე ვინ დამიხსნისო, გახსოვთ? აი ესეთ სიტყვას კითხვას სვამს საკუთარ თავს, სასეუბნება, უბადლუგი და უძლური ადამიანი ვარ, ვინ დამიხსნის? მე არ გამაჩნია ძალა ისეთი, რომ ჩემი საკუთარი თავი დავიხსნაო. ვინაიდან რას ვაკეთებ არ ვიციო. იმიტომ რომ იმას არ ვაკეთებ, რაც მსურს, არამედ რაც მძულსო, სწორედ იმას ვაკეთებო. და შემდგომ აგრძელებს და ამბობს, ვინაიდან ვიცი რომ ჩემში, ესე იგი ჩემს სხეულში არ იმყოფებაო კეთილიო. ამრიგად სურვილი არის ჩემში, მაგრამ კეთილის კეთება არაო. ვინაიდან არ ვაკეთებ კეთილს, რომელიც მსურს, არამედ ვაკეთებ ბოროტს, რომელიც არ მსურს. ამიტომაც თქვა შემდგომ ხმამაღლა მოციქულმა პავლემ, უძლური და უბადლუგი ადამიანი ვარ, ვინ დამიხსნის, ვინ მომცემს ძალას დასახსნელად. და შემდგომ მადლობას ეუბნება ღმერთს. მადლობა ღმერთს, ქრისტეს მეშვეობით. ამბობს ის. ერთმა ღვთისმსახურმა თქვა ესეთი სიტყვები.
რა იარაღიც გამოიყენება ბრძოლაში, ისეთი ბრძოლაც არსებობსო. ანუ თუ იარაღი ხორციელია, ბრძოლაც ხორციელია. ხოლო თუ ბრძოლა სულიერია, მაშინ იარაღიც სულიერია საჭირო. ჩვენ არ შეგვიძლია სულიერ ბრძოლაში გამოვიყენოთ ხორცელი იარაღი, ხოლო იონი ოქროპირი ამბობს, აი ამასთან დაკავშირებით, რომ თუ შენ იმოსები სულიერი იარაღით და ძალით, მაშინ ამ დროს ღმერთი იბრძვის და მოქმედებს შენს ნაცვლად. ანუ ღმერთი დგება შენს მხარეს. ამიტომაც პავლე მოციქული ამბობს, აი ამ ძალას და სულიერ იარაღს ახასიათებს ღვთის ძალაც. რა არის ეს იარაღი და ძალა და როგორ გავიგოთ? ბიბლიაში ძალიან ბევრი სულიერ იარაღზე არის საუბარი, მათ შორის ზოგიერთი მათგანი უკვე ჩვენ ეფესელ წერილიდან ჩამოვთვალეთ, გავაკეთეთ ჩამონათვალი, მაგრამ ის იარაღი და ძალა, რომელთაც უნდა შევიმოსოთ, რომელსაც ღმერთი გვთავაზობს და რომელ ძალასაც ვერაფერი შეედრება, ეს არის სულიწმინდის ძალა. ყოველი ისაც ეფესელ წერილში მე ჩამოვთვალე ღვთის იარაღების შესახებ, სულიწმინდის ძალის გარეშე, რა თქმა უნდა, სრულყოფილი და სრულყოფილი გამარჯვება და წარმატება შეუძლებელი. სწორედ ძალას აძლევს სულიწმინდა. ჩვენ ცხოვრებაში რაც უნდა ვიმოქმედოთ, რაც უნდა ვესწრაფოთ, სულწმინდის გარეშე შეუძლებელია მივახციოთ წარმატებას. წინასწარმეტყველი ზაქარია ამბობს მე-4 თავის მე-6 მუხლებში აი ესეთ სიტყვებს: არაძლიერებით და არა კაც და ძალით, არამედ ჩემი სულითო ამბობს საბაოთ უფალი. ეს არის ის ერთადერთი და ნამდვილი ძალა, რომელთაც ღმერთი მოქმედებს როგორც თავის ეკლესიაში და ეკლესიის მეშვეობით. და ავლენს ამ ძალით ღმერთი თავის დიდებას. სწორედ ეს ის ძალა, რომელთაც შევძლეთ დაუპირისპირდეთ წინააღმდეგობებს ჩვენს ცხოვრებაში, რომელიც ხდება ამ მიწაზე ადამიანის სხვადასხვა სფეროში, ეს იქნება ჯანმრთელობის სფეროში, ფინანსურ სფეროში, სამსახურში, ოჯახში, საზოგადოებაში და ასე შემდეგ. გახსოვთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სიტყვები, იესო უთხრა თავის მორწმუნეებს, უკეთესია წავიდეთ თქვენთვის ზეცაში და როცა მეწავალ ზეცაში, შევევდრები მამას თქვენთვის და ის სხვა ნუგეშის მცემელს მოგივლენთ, რათა თქვენთან იყოს საუკუნოთო. ნუგეშინიათ, მე ობლებად არ დაგტოვებთო. ძვირფასნო დებო და ძმებო, მაცხოვარ ჩვენი უფალი იესო ქრისტე ამ მიწაზე ჩვენთვის მოგდა ჯვარზე. ჩვენთვის დაიმარხა. აღდგა მესამე დღეს მკვდრეთით. ამაღლდა ზეცად, რათა ჩვენთვის მოსულიყო ღვთის ძალა. ვინაიდან ღმერთმა იზრუნა ჩვენთვის, რათა აი ამ სულიერ ბრძოლაში, რომელიც აი ამ მიწაზე უწევს ადამიანს ცხოვრებაში, სხვადასხვა სფეროებში შეხება ან ცხოვრების სულ გზაზე რაც ხდება, არ ყოფილიყო ადამიანი მარტო და ადამიანს ქონოდა ეს ღვთიური ძალა, რათა ადამიანმა გაუძლოს, წინააღმდეგეს ყოველ წინააღმდეგობებს მტრის მხრიდან და გააგრძელოს სვლა წინ ღვთის ნების აღსასრულებლად. ამიტომაც ჩვენ ვკითხულობთ საღვთო წერილში, როცა შეკრიბა ქრისტემ მოწაფეები, უბრძანა, არ გასცილდეთ იერუსალიმს, არამედ დალოდებოდნენ მამის აღთქმულს. ვინაიდან თქვენ მიიღებთ ძალას ზეციდან, როცა გადმოვა სულიწმინდა თქვენზეო.
და ამის შემდეგ იქნებით ჩემი მორწმუნენი იერუსალიმში, მთელ იუდეასა, სამარიაში და ქვეყნის კიდემდეო. მოცუქდა საქმეების მეორე თავში 50 დღეს როცა ეკლესია ერთად იყო შეკრებილი და ელოდებოდნენ აი ამ აღთქმულს მამისაგან, რომელიც უფალმა იესო ქრისტემ გაუცხადა თავის მიმდევრებს, სწორედ იმ დღეს, როცა იყვნენ შეკრებილები და ლოცულობდნენ, აღივსნენ ყველანი სული წმინდით. და იმ დროს ღმერთმა ეკლესიას მიცა ძალა სული წმინდისა. და მას შემდეგ ეკლესია დღევანდელ დღემდე აი ამ ძალით ცხოვრობს. ამ ძალით მოუწია მრავალი წინააღმდეგობების გადალახვა და აი ამ ძალით აგრძელებს ცხოვრებას ამ მიწაზე. აი ამ ძალით ავრცელებს სახარებას. აი ამ ძალით იმარჯვებს მტერზე და ბოროტზე. აი ამ ძალით ანგრევს ბოროტის საქმეებს. ამიტომაც მოციქულმა პავლემ თქვა, სახარება არის ძალა ღვთისა, იმიტომ რომ ეკლესიაში მოვიდა ღმერთის სული და ღმერთის სულმა სახარებას მისცა ძალა. ეს ძალა სულწმინდის აძლევს თითოეულ ჩვენთაგანს და ადამიანს სიცოცხლეს და გამხნევებას. დღეს თითოეულ ჩვენთაგანს გვესაჭიროება დამეთანხმებით, რომ ეს ძალა მისი ძალა, რათა ამ წუთის სოფელში ნებისმიერ გამოწვევებზე ვიყოთ წარმატებულები. პირველი ეკლესიის დროს აი ამ წუთის სოფელში, რა თქმა უნდა, სხვა გამოწვევები იყო. დღეს 21 საუკუნეში სხვა გამოწვევები არის. იმ დროს სხვა პრობლემები იყო. დღეს სხვა პრობლემები არის. მაგრამ მანამ გვიწევს ამ მიწაზე ცხოვრება, არავინ არ იფიქროს, რომ პრობლემები არ იქნება. პრობლემები ყოველთვის იყო, ყოველთვის იქნება, მანამ ამ სოდვილ წუთის სოფელში ცხოვრობთ. მაგრამ მადლობა ღმერთს, ღმერთმა იზუნა ჩვენთვის. იესო მოკდა ჩვენთვის ჯვარზე, ის აღდგა მკვდრეთით, მისი მეშვეობით ღმერთმა მოგცა ძალა სული წმინდისა, რათა აი ამ წუთის სოფელში ჩვენ, როგორც მისმა შვილებმა, როგორც მისი ეკლესიის ნაწილმა, გავუძლოთ, გადავლახოთ, წინ წავიდეთ, აღვასრულოთ მისი ნება, ვემსახუროთ ღმერთს, ვიცხოვროთ მის სიყვარულში, ვიყოთ აღჭურვილი ყოველთვის მისი სულიერი იარაღებით. და ყოველივე ამაში გვეხმარება სული წმინდა და მისი ძალა. სწორედ სული წმინდის ძალით ღმერთის შვილებს შეუძლია მიაღწიონ გამარჯვებას და წარმატებას. ვინაიდან ღმერთმა ჩვენ მოგცა არა შიშის, არამედ ძალის, სიყვარულის და თავშეკავების სული. სული წმინდის ძალა ეს არის აურაცხელი შესაძლებლობა, რომელიც გვაქვს თითოეულ ღმერთის შვილებს. მადლობა უთხრათ ღმერთს ამ ძალისათვის. და ყოველთვის ლოცვაში ვთხოვოთ, იმიტომ მისი ნება არისო ჩვენ ვიყოთ ავსილი ამ ძალით. როგორც ჭურჭელი ივსება წყლით, ასევე ჩვენ, როგორც ღმერთის შვილები, როდესაც მივდივართ წყაროსთან, უფალ იესო ქრისტესთან და ვთხოვთ მას, აგვავსე შენი ძალით, ის აგვავსებს აი ამ ძალით. ამინ.